სანამ იმამმა ხუტბა არ დაასრულა და ლოცვა ნამაზი არ შესრულდა. მანამდე დუმილი სიჩუმე შეინარჩუნა. ეს ჯუმა, ასეთი ნალოცი ჯუმა წინა ჯუმასა და ამ ჯუმას შორის, ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების პატიების მიზეზი გახდება უბძანებს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ესე იგი მარტო ჯუმაზე მისვლა, ჯუმაზე დასწრებას ვამბობ. იმიტომ რომ ზოგი ჯუმაზე მიდის და ლოცვილობს, ზოგი მიდის და ესწრება. ვინც მიდის, გაჩუმდება, ხუტბას მოусმენს, ხუტბა ჯუმის ფარძებიდან ერთ-ერთია. ხუტბას მოусმენს, ნამაზს წესიერად ილოცებს, შეასრულებს, იმან ჯუმა ილოცა. ვინც მოვიდა, ხუტბის დროს ტელეფონით ითამაშა, გვერდზე მყოფ ესაუბრა. წესიერად რაფერს ნამაზ შეეფერება, ისეთი სამოსით არ არის შემოსილი, ზოგს წელი უჩანს, ზოგს მუხლები უჩანს, ზოგის სამოსი სხვადასხვა ისლამისთვის შეუფერებელი ნახატებით არის მორთული. არც ნამაზი ილოცა წესიერად. გვერდზე მყოფი შეაწუხა ან თავისი საუბრით, ან მჯდომარეს თავგისერზე გადაახდა, ან ლოცველს წინ გაუარა, ან მძაფრი სუნით. ეს სუნი შეიძლება იყოს ოფლის, შეიძლება იყოს სიგარეტის, შეიძლება იყოს ფეხის, შეიძლება იყოს იმ მძაფრი ბოსტნეულის და ასე შემდეგ. ან ტელეფონს ხმა არ დაუწია და შუა ლოცვაში დარეკა და მლოცველები შეაწუხა. ანუ შეწუხების ბევრი საშუალება არსებობს. ესენი არ გაითვალისწინა. მაშინ იმან ჯუმას დაესწრა. მხოლოდ დაესწრა, კი არ ილოცა. ეს ვისთვის ყოფილა ეს პატიების ერთი კვირის ცოდვის პატიების მიზეზი, რომელმაც დილას ადგა, იბანავა. ნახეთ შუამავალი სალlallahu იბანავა, აბდესი ლამაზად აიღო. ანუ გასუფთავდა რომ თავისი სუნით ვინმე არ შეაწუხოს. თავი შეიკავა სიგარეტის მოწევისგან, მძაფრის სუნის მქონე საჭმელის ჭამისგან. მივიდა, ორი მუხლი ილოცა, დაჯდა, მოусმინა. არავინ არ შეაწუხა. ამისთვის ეს ჰადისი, ამ ჰადისში სწორედ ეს პირობებია ჩამოთვლილი, რა შემთხვევაშია პატიება. მარტო დასწრების ჯუმაზე დასწრების შემთხვევაში არ არის ეს პატიება. ეს პატიება არის ამ პირობების დაცვის შემთხვევაში. იმიტომ ზოგს ეპატიება, ზოგს ცოდვაზე ცოდვა დაემატება, თუ კი ამ ჩამოთვლილებს არც ეს არ გაითვალისწინებს ადამიანი, იქ მლოცველს შეაწუხებს, ხუთბის დროს ისაუბრებს, ის პატიებას კი არ მოიპოვებს. ცოდვა რაც ჰქონდა, იმაზე კიდევ რამდენიმე ცოდვას დაიმატებს. ეს უნდა გავითვალისწინოთ მუსლიმებო. ამაზე სულ საუბრობთ, ამას მე პირველად არ ვამბობ. ამას ყველა ხოჯა საუბრობს ამაზე ჯამეში. და არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ჯუმაზე მოდის მეჩეთში და არ იცოდეს რომ ხუთბის დროს უნდა გაჩუმდეს და იმამს მოусმინოს. არ არსებობს ისეთი მეჩეთში მომსვლელი, ვინც არ იცოდეს რომ მეჩეთში რომ მოვა ტელეფონი უნდა გათიშოს და არავინ შეაწუხოს. მაგრამ აბა დააკვირდით რამდენი ასრულებს ამას. ყველა მიცის, მაგრამ არავინ არ ასრულებს. ეს უფრო მეტად აორმაგებს ჩვენს პასუხისგებლობას და ჩვენს ცოდვებს. გავითვალისწინოთ, ვასწავლოთ. შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს რომ გვერდზე მყოფი რომ საუბრობდეს და უთხრა გაჩუმდი იმამს მოусმინიო, ესეც ფუჭის აქციელიაო შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. იმდენად გაფაციცებით და მთელი გულის ყურით უნდა უსმენდეს ლოცველი ხუტბას, რომ გვერდზე მყოფისთვის გაჩუმდის თქმისთვისაც კი არ უნდა ეცალოს. ამისთვის დასაკარგი დროც არ უნდა ქონდეს მას.